ყველა მეორე ეზოთერიკია, ყველა მეორე პარაფსიქოლოგია, ყველა მეორე რაღაცის მთქმელია, ყველა მეორე ხედავს, ხედვებია გახსნილი, ვაიმე ომი იწყება, ვაიმე წყალდიდობა იწყება, ვაიმე მიწისძვრა იქნება. ამ ხალხს ისე დასაწყისი ხალხი 24 საათის განმავლობაში ეს ტელევიზიები ხო არ გვაკლებენ ამ ცრუ და ტყუილ და მაიმუნურ ინფორმაციას და ამას ემატება კიდევ ეს ყველაფერი, რომ საზოგადოება ისმენს და დასტრესილია, რომ ვაიმე ახლა ჯვარი წერია თბილისში, ვაიმე წყალდიდობა უნდა იყოს, ვაიმე მიწისძვრა უნდა იყოს, ვაიმე ის ჩამოინგრევა, ვაიმე ის ჩამოიშლება და ამით რაზღებულობს ადამიანი, რა თქმა უნდა, უარყოფით ზღებულობს და უარყოფით ის ქვეშ ექცევა და იწყება მერე შიშები, ზოგი შიშების ქვეშ არის და აღარ უნდა სახლიდან გასვლა, ზოგი თავის ოთახში იკეტება და გარეთ ვეღარ გამოყავთ, ზოგი სამსახურში აღარ მიდის, ზოგი ფსიქოლოგიურად იშლება, ზოგი სულიერად ინგრევა და ამის სტატისტიკას არავინ არ აკეთებს და ვერც გააკეთებენ და სამაგიეროდ ის ვიღაცა რასაც დგა და ამას საუბრობს, სამაგიეროდ იმას ძალიან ბევრი ტას უკრავს, რომ თურმე როგორი მაგარი რამე თქვა. ხალხო, ცოტა მოვიდეთ აზრზე, ყველა ერთად. ყველა ეგ შეიძლება იცი რა დრო შეიძლება ხედა კონდეს მართლა დაინახო რომ რაღაცა უნდა მოხდეს და ეს თქვა როცა იმის საშუალება გაქვს და იმის მარიფათი რომ ამას შეაჩერებ და არ მოხდება და არ შეიძლება ეს რომ ამ ყველაფერს ესეთი ხაზები გაუსვათ და ამ ხაზებზე გასულ ხაზებზე ვატაროთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ხალხი უბრალოდ თვითონ უნდა სვენოდეთ და უნდა ეშინოდეთ ღმერთის რომ ესეთ რაღაცებს არ მიაქვს ესეთი რაღაცები არ გაუკეთონ საზოგადოებას თავიანთი ინტერესების და თავიანთი PR კომპანიის გამო